ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების სააქციზო შეღავათებით ისარგებლებენ. კომპანიები საქართველოში წარმოებული საკონიაკე სპირტის შეძენისას აქციზის გადასახადს აღარ გადაიხდიან. კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა ცვლილებების შემდეგ საქართველოში წარმოებული სპირტი გაიაფდება და მასზე მოთხოვნილებაც გაიზრდება. სარაჯიშვილი კონიაკის დასამზადებლად წელიწადში 600,000-მდე ლიტр სპირტს იყენებს. კომპანია ნედლეულს საზღვარგარეთ დაბალი ფასის გამოყიდულობს. საქართველოში სააქციზო გადასახადის გამო საკონიაკე სპირტი გაცილებით ძვირია. ამიტომ კონიაკის ქარხნები ადგილობრივი პროდუქციის შესყიდვაზე უარს ამბობენ. ახალი კანონპროექტის მიხედვით სპირტის მწარმოებლები აქციის გადასახადისაგან განთავისუფლდებიან, რაც მის ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ქართული მწარმოებისგან ვერ ვახერხებდით ამ სპირტის შესყიდვას, იმიტომ დიდი გადასახადი უწევდა და სპირტი მოდიოდა გადამუშავების. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკვე ადვილი ხდება, რომ ეს ქართული წარმოებლების გამიყიდვა, დარგისთვის ეს კარგია, რომ ქართული კომპანიისგან ხარისხიც, რა თქმა უნდა, ქართული, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება და თან შემოსავალიც ქართულ კომპანიებს ექნება და ეს განვითარდება. კანონში ცვლილებას დადებითად აფასებენ ღვინის მწარმოებელი კომპანიებიც. მათი განმარტებით, სააქციზო გადასახადის გაუქმების შემდეგ მათ მიერ გამოხდილ სპირტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ნედლეულის წარმოებასაც გაზრდის. ეს ინიციატივა იმ კომპანიებს, რომლებიც არ აწარმოებენ საკონიაკე სპირტებს ექსპორტზე გატანის მიზნით, რა თქმა უნდა, მიცემს ერთგვარ სტიმულს და ეს იქნება მათთვის დამატებითი мотиваცია. საქართველოში 1 ლიტр სპირტზე აქციზური გადასახადი 4 ლარი და 60 თეთრია, რაც საკონიაკე სპირტის ადგილობრივ წარმოებას არაკონკურენტულს ხდის და კონიაკსაც თითქმის ორჯერ აძვირებს. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შემდეგ სპირტიან სასმელებზე ფასით შემცირდება. ჩვენი მეწარმეებს აღარ მოუწევთ დამატებითი თანხების მობილიზაცია აქციზის გადასახადისათვის, არამედ ამ თანხებს ისინი მოახმარენ პროდუქციის რაოდენობის ზრდას, ექსპორტის ზრდას, ისინი შეძლებენ უფრო მეტი ნიშის მოპოვებას საერთაშორისო ბაზარზე და ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზოგადად ამ ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს და ასევე ღვინის ქარხნებს. კანონპროექტის დეტალები სოფლის მეურნეობის მინისტრმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან ერთად სასტუმრო ამბასადორში გამართულ შეხვედრაზე ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს გააცნო. ამით ჩვენ პრაქტიკულად ძალიან გაგვეძლება ქართული პროდუქციის ექსპორტი, რადგანაც თითოეულ მეწარმეს შეიძლება ბევრად უფრო თავისუფლად ყოველგვარი გადასახადის გარეშე გაყიდოს საექსპორტო სპირტი, რომელიც უწევს ჩვენ იმის საშუალებად, რომ ყველა ქვეყანაში მოხდეს ქართული სპირტის მიერ ნაწარმოები კონიაკი. კანონპროექტი უკვე განიხილეს მთავრობის ხდომაზე. პარლამენტს კი დასამტკიცებლად რამდენიმე დღეში გადაეცემა.